ბიბლიაში წერია, რომ შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენგან. და ამის შემდეგ, როცა უკვე კაცს შექმნის, ყველგან წერია, რომ ღმერთმა შექმნა იგი თავის ხატად. და არსად არ მეორდება სიტყვა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ყველგან, სადაც საუბარია ბიბლიაში თუ როგორი შექმნა კაცი, ყველგან წერია, რომ შექმნა ის თავის ხატად. და იბადება კითხვა, მაშინ საწავიდა ის პირველი სიტყვა, სადაც წერია შექმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენგან. რა თქმა უნდა, ადამიანი არის ხატი ღვთისა. ხატება ნიშნავს ბუნებრივ მოცემულობას, რაც ადამიანს გააჩნია ღვთისგან მოცემული, რითაც ის ხატოვნად, ანუ ღმერთივით არის უკვდავი, ოღონდ ეს არის მოცემულობა და არა ბუნება. ღვთისგან აქვს მოცემული უკვდავება, ღვთისგან აქვს მოცემული შემოქმედების უნარი და სხვა რაც ადამიანს განასხვავებს ცხოველისგან, ეს არის ღმერთის ხატება. ანუ ყველა ადამიანი ეს დაცემული იქნება თუ დაუცემელი, ყველა არის ღმერთის ხატი. მაგრამ ყველა არ არის ღმერთის მსგავსი. ღმერთის მსგავსება კი ნიშნავს, რომ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, აჰა ადამე შექმენი შენ ჩემს ხატად, მაგრამ მსგავსება შენ უნდა მოიპოვო. ღმერთის მსგავსება ხდება საკუთარი ნების გამოვლინებით. ღმერთის მსგავსება ზუსტად რაც შეიძლება ითქვას, რაც ადამიანს აქვს, ეს არის თავისუფალი ნება, რომლითაც ის უნდა მიემსგავსოს ღმერთს თავისი ნებელობით და მაშინ ხდება ადამიანი ხატიც და მსგავსიც. ასევე აი ხატებაში შედის ეს თვისება. ღვთის ხატებაში, რომ ადამიანი არის შემოქმედი და არის შემოქმედი არა რაღაცა სხვა გარეგნული რაღაც ხელოვნების მარტო, არამედ საკუთარი თავის. აი როგორც ღმერთი არის შემოქმედი, აი ესევე ხატება მოიცავს იმას, რომ ადამიანი არის შემოქმედი საკუთარი თავის, რომ მან ღვთით უნდა შექმნას საკუთარი თავი ღვთის მიმსგავსებული, ღვთის მსგავსი. ამისთვის განკაცდა ღმერთი, მოვიდა კაცად, შეიმოსა კაცის ბუნება და დაგვიდგა ჩვენ როგორც პირველ სახე, რომელსაც უნდა მიბაძოთ. ამას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები, მომბაძავ ჩემ და იყავით, ვითარცა მე ქრისტესა. მომბაძავ ჩემ და იყავით ნიშნავს არა იმას, რომ მე მომბაძეთ და მე ქრისტეს ვბაძავ, არა. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს მიბაძვაში მომბაძეთ, ანუ ჩემსავით მიბაძეთ ქრისტეს. მიბაძვა ნიშნავს მიმსგავსებას და ქრისტემ კაცობრივი ცხოვრებით იცხოვრა და აქედან გამომდინარე აქვს უდიდესი მნიშვნელობა სახარებას, თუ როგორი ცხოვრა, თუ რა თქვა, თუ როგორ არ შეუშინდა განსაცდელს, სიკვდილს, რაც მასზე მოიწია ბოროტს დამონებული ადამიანების მიერ. და ეს გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ გამხდარიყავით ქრისტეს მსგავსი და ქრისტეს მსგავსება უკვე არის ღვთის მსგავსება. ხატებით მოგცა ჩვენ იმისი ძალა, რომ ჩვენ როცა მოვინდომებთ, შევძლოთ ღვთის მიმსგავსება. ხატება ეს არის მოცემულობა, რომელიც არ წაერთმევა ადამიანს არც ჯოჯოხეთში
მაგრამ მსგავსება არის ამ მოცემულობის გამოყენება და ღმერთს მიემსგავსო. სურვილი და მოქმედებები. როდესაც შენ გაგიჩნდება სურვილი რო იყო ღმერთივით და ღმერთს მიემსგავსო, მაშინ ღმერთს უნდა დაუჯერო. პირველ რიგში ეგ არის. აი ეს მას რომ მსგავსების სურვილი ჰქონდა ადამიანს, იქიდანაც ჩანს რომ როცა ეშმაკი ეუბნება ღმერთივით გახდები, ეს ადამიანის სურვილი იყო. ღმერთივით გახდომა და ზუსტად ამ სურვილში გამოიჭირა, ოღონდ უთხრა რომ ღმერთივით გახდები თუ მე დამიჯერე. ღმერთს არ დაუჯერო, მე დამიჯერე. და მე დამიჯერებ და გახდები ღმერთივით და გახდა ეშმაკივით. ანუ ეშმაკი სატანა ნიშნავს პირველ რიგში მოწინააღმდეგეს, როდესაც პეტრეს ეუბნება განვე ჩემგან სატანა, რადგან კაცობრიუსაც რახავ, ეგ ნიშნავს გადი ჩემგან მოწინააღმდეგები, მე მეწინააღმდეგები, ღვთისას ეწინააღმდეგები, წინააღმდეგს ნიშნავს. ანუ არ დარჩება კაცი ცოცხალი, ვინ ჩემს პირს ეხილავს, ამას ესე განმარტავენ, რომ ვინც ღმერთს დაუპირისპირდება. ჩვენ ადამიანის პირს ვხედავთ არა მაშინ, როცა მას მივყვებით, არამედ როცა უპირისპიროდ დგევართ და ამიტომ, როდესაც ღმერთს ქრისტეს დაუპირისპირდები, იქ ცოცხალი ვერ გადარჩები. ცოცხალი, რა თქმა უნდა, სულით. ვერ დარჩება ქრისტეს დაპირისპირებული ადამიანი სულით ცოცხალი. ის სული იარსებებს, მაგრამ იქნება მკვდარი. ხოლო ის, ვინც აიეროს და ვიჯვარს და გაყვება ქრისტეს და გაყვება ქრისტეს გზას, ისე როგორც ქრისტემ უთხრა. ის ხედავს ქრისტეს ზურგს, როგორც მოსემ დაინახა ღვთის ზურგი. ასევე ხედავს ქრისტეს ზურგს და მიყვება მას. მიყვება მას ნიშნავს, რომ აღასრულებს ყოველივე იმას, რასაც ქრისტე ეუბნება მოციქულებს და მოციქულების მეშვეობით, რაც გვითხრა ჩვენ და შემდეგ უკვე ამ ქვეყნად ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ზურგს მიყვებით. ანუ ის, რაც იმოქმედა ქრისტემ, ის, რაც გვითხრა ქრისტემ, პირისპირ ხო არ გვეუბნება, გვითხრა, იმოქმედა და ეს ვიცით, ეს არის სახარებაში დაწერილი. ეს არის ზურგის მიყოლა. აი ამით ჯერ შენო ქრისტეს მიყვები, იმიტომ რომ ვისაც ჩემი სიტყვები უყვარს, მას მე უყვარ ვარ, ამას ნიშნავს და იმ ქვეყნად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ვიხილავთ მას პირისპირ, ნიშნავს, რომ ჩვენ დავინახავთ პირისპირ ღიად ქრისტეს ღმერთობას. ოღონდ არა სრულად ისე, როგორც ის ღმერთია, არამედ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. თუ აქ დავინახეთ ჩვენ ქრისტე ჯვარცმული, იქ დავინახავთ ქრისტეს თავის ანგელოზებთან ერთად დიდებაში, ღვთაებრივ დიდებაში, ანუ დიდებულად, ანუ ისეთად, როგორიც ის არის, როგორიც ის იყო განკაცების დროსაც, მაგრამ ეს იყო ჩვენთვის დამალული.